2014 წელს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაიკავა ყირიმის ნახევარკუნძული. მან რეგიონში გაგზავნა მძიმედ შეიარაღებული სპეცდანიშნულების ჯარისკაცების მცირე ჯარი, რომლებმაც დაიწყეს უკრაინული სამხედრო ბაზების ბლოკადა და რეგიონალური ხელისუფლება ვლადიმირ პუტინის მომხრე მარიონეტებით ჩაანაცვლეს. ეს დრამატული იყო, ეს უკანონო იყო, მაგრამ ეს ეფექტური იყო. უკრაინა და დანარჩენი მსოფლიო მოუმზადებელი აღმოჩნდნენ და ოპერაცია იმდენად სწრაფი იყო, რომ სერიოზული დიპლომატიური ან სამხედრო რეაგირების დრო თითქმის არ დარჩა. პუტინისთვის მისია პუტინისთვის უდიდესი წარმატება იყო, ოცნების ახდენა. თუმცა თუ 10 წელზე ოდნავ მეტი წინ გადავინაცვლებთ და ეს ოცნება ნელ-ნელა კოშმარად იქცევა. მათი მზარდი არსენალისა და ფრონტზე მოპოვებული ინიციატივის მაქსიმალურად გამოყენებით, უკრაინული ძალები ნახევარკუნძულს ისე ინტენსიურად უმიზნებენ, როგორც არასდროს. ისინი არ ცდილობენ მისი გათავისუფლებას ან დაბრუნებას, არამედ მის იზოლირებას ცდილობენ, რაც მტრისთვის მის ოკუპაციას სულ უფრო ძვირადღირებულსა და რთულს ხდის. ამ სტრატეგიის გავლენისა და მის უკამდგომი ლოგიკის გასაგებად, უნდა დავბრუნდეთ 2014 წლის მარტში. ვლადიმირ პუტინის მიერ ყირიმის ანექსია უპრობლემოდ განხორციელდა. მან მოახერხა რეგიონის პარლამენტის დაშლა, ახალი ლიდერების დანიშვნა, რომლებიც მას ერთგულნი იყვნენ და კიდევ სრულიად უკანონო და არალეგიტიმური რეფერენდუმის ორგანიზება, სადაც თითქოს და გამოუგნებელი 96.77% ამომრჩევლებისა უკრაინის დატოვებასა და რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი. შემდეგ დღეებში ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ყირიმის რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ, რაც ანექსიას ოფიციალურ სახეს აძლევდა. მაგრამ ვლადიმირ პუტინს შემდეგ ახალი პრობლემა შეექმნა. პრობლემა, რომელიც ყირიმის უნიკალურ გეოგრაფიას უკავშირდებოდა, რადგან ყირიმი ნახევარკუნძულია. ის ყველაზე ადვილად მისადგომი ადგილი არ არის. 2014 წელს. იქ ხმელეთით მისასვლელად რუსეთიდან ერთადერთი გზა იყო უკრაინის საერთაშორისო საზღვრის გადაკვეთა და შემდეგ რამდენიმე უკრაინული რეგიონის გავლა. დონეცკის, ზაპორიჟიასა და ხერსონის. ჩრდილოეთიდან ყირიმში შესვლამდე. სხვა ვარიანტები იყო ჰაერით ან ზღვით მგზავრობა, სადაც კერჩის სრუტეზე ბორანები მუშაობდა. შედარებით ვიწრო წყლის გზა, რომელიც შავ ზღვასა და აზოვის ზღვას აკავშირებს, დასავლეთით ყირიმი და აღმოსავლეთით რუსეთის კრასნოდარის მხარე. ეხლა ანექსიამდე ყირიმი მთლიანად დამოკიდებული იყო უკრაინის მატერიკზე. სათვავის, საკვების, წყლის, ელექტროენერგიისა და სამოქალაქო საქონლის აუცილებელი მარაგებისთვის. ანექსიის შემდეგ ამავე რესურსების მიწოდება უკვე რუსეთის პასუხისმგებლობა გახდა, მაგრამ მხოლოდ ბორანით ამის გაკეთება ძალიან არაეფექტური იყო. პუტინს ასევე სურდა, რომ უფრო და უფრო მეტი რუსი გადასულიყო ყირიმში. იქ სახლების შეძენა, ბიზნესების დაწყება ან ნახევარკუნძულზე დასასვენებლად წასვლა. ამის გასაკეთებლად მას უნდა გაემარტივებინა იქ მისვლა. ამიტომ მან უბრძანა კერჩის სრუტის ხიდის, ასევე ცნობილი როგორც ყირიმის ხიდი, აშენება. თანამედროვე ინჟინერიის ნამდვილი სასწაული 19 კილომეტრიანი ხიდის მშენებლობა დაიწყო 2016 წლის თებერვალში და 2018 წელს გაიხსნა ავტომობილებისა და სხვა ტრანსპორტისთვის. ხიდის სარკინიგზო ნაწილი 1 წლის შემდეგ გაიხსნა. მალე 10,000-ობით მანქანა გადადიოდა ამ ხიდზე, ევროპაში ყველაზე გრძელი, ყოველდღიურად. ეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა რუსეთის შესაძლებლობას უზრუნველეყო ნახევარკუნძულის ლოგისტიკა, ჯარისკაცებისა და სამხედრო ტექნიკის გადაყვანას კერჩის სრუტეზე და ტურიზმის ნაკადის გამარტივებას რეგიონში. მაგრამ ისტორიამ დაამტკიცა, რომ ვლადიმირ პუტინი ის ადამიანი არ არის, რომელიც უბრალოდ დაკმაყოფილდება, მხოლოდ ძალაუფლების დაუღალავის სწრაფვით ხელმძღვანელობს. მას ყოველთვის მეტი უნდა. ამიტომ 2022 წელს მან გასცა ბრძანება უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ. მთელი უკრაინა აქციას ამიზნეთ, მაგრამ განსაკუთრებით 4 რეგიონი: ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე და ხერსონი. რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიღების რამდენიმე მიზეზი იყო, მაგრამ მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო გაეკონტროლებინა დიდი სახმელეთო დერეფანი, რომელიც რუსეთის მატერიკულ ნაწილს ყირიმის ნახევარკუნძულთან აკავშირებს. დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის კონტროლით რუსეთს ეკრებოდა სრულიად ახალი გზა რეგიონის მისაღწევად. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სახმელეთო მარშრუტი ჯარებისა და მარაგების გადასატანად. ასევე სრული კონტროლი აზოვის ზღვის სანაპიროზე. და ასე მოხდა. ომის ადრეულ ეტაპებზე რუსულმა ძალებმა თავიანთი ძალისხმევის დიდი ნაწილი ყირიმისკენ გზის გაკაფას მოახმარეს. მათ სამთვიანი ალყა მოაწყვეს ყველაზე დიდ ქალაქს, რომელიც მათ გზაზე იყო. მარიუპოლი და უკვე 2022 წლის მაისის შუა რიცხვებში ინვაზიის დაწვებიდან სულ რამდენიმე კვირაში ძირითადად გაიწმინდა სახმელეთო დერეფანი. რუსეთმა ასევე გამოიყენა ყირიმის კონტროლი, რათა სამხრეთიდან ხერსონში ძალები შეეყვანა. რაც ხელს უწყობდა მრავალი პატარა ქალაქისა და დასახლების ადრეულ დაპყრობას. რაც უფრო მეტ მიწას იპყრობდნენ, მით უფრო დიდი ხდებოდა მათი ბუფერული ზონა ნახევარკუნძულის გარშემო და მით უფრო შეუძლებელი ჩანდა, რომ უკრაინა ოდესმე კვლავ დაიბრუნებდა კონტროლს ყირიმზე. ისეთი შთაბეჭდილება იქნებოდა, თითქოს რეგიონი სამუდამოდ დაკარგული იყო. და ეს ფაქტი პუტინისთვისაც ნათელი იყო. 2024 წლის მარტში ანექსიის მე-10 წლის თავისადმი მიწუნელ ღონისძიებაზე
პრეზიდენტმა გამოხატა სიხარული, რომ ნახევარკუნძული თავის მშობლიურ ნავსაყუდელს დაუბრუნდა. მან დაამატა, რომ რეგიონი უკრაინის სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად მომავალი თაობების განმავლობაში რუსეთის დანარჩენ ნაწილთან ერთად ხელჩაკიდებული დარჩება. იმ დროს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას გარკვეული დარტყმების განხორციელება შეეძლო ყირიმში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, მათ შორის რამდენიმე დარტყმა კერჩის ხიდზე ჩანდა, რომ პუტინი მართალი იყო. თუმცა, თუ გადავახვეთ 2026 წლის ზაფხულამდე, რუსეთის კონტროლი ყირიმზე მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს მოხდა უკრაინის გამუდმებული კამპანიის წყალობით, რომელიც რეგიონის თავდაცვას, ლოგისტიკასა და მომარაგების ხაზებს ესხმოდა თავს. ამ კამპანიას შეიძლება ითქვას, რომ 2022 წლიდან აწარმოებენ უკრაინა პერიოდულად ესხმის თავს ისეთ ობიექტებს, როგორიცაა ყირიმის ავიაბაზები, პორტები და თავდაცვით ობიექტებს, როცა ამის შესაძლებლობა ჩნდებოდა. მაგრამ 2026 წელს ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად გაძლიერდა, როგორც ეფექტურობით, ისე ინტენსივობით. კიევის ძალები ახლა გეგმავენ და ახორციელებენ დაუღალავ შეტევებს გზებზე, ხიდებზე, ინფრასტრუქტურაზე და სამხედრო ობიექტებზე, რამაც გამოიწვია მასშტაბური ელექტროენერგიისა და წყლის გათიშვები. მომარაგების ხაზების გაწყვეტა და მთელი ნახევარკუნძული ჩააგდო უპრეცედენტო ქაოსში. შეშინებული ტურისტები და რუსი მცხოვრებლები რიგში იდგნენ, რათა რეგიონი დაეტოვებინათ. ეს ყველაფერი უკრაინის უნარზეა დამოკიდებული. ისწავლოს საკუთარ შეცდომებზე, შეასწოროს თავისი სტრატეგია და საოცრად კარგად მოერგოს კონფლიქტის ცვალებად პირობებს. მაგალითად, 2023 წელს ქვეყანამ მასშტაბური კონტრშეტევა მოაწყო და დაიწყო შეტევა ოკუპანტი ძალების წინააღმდეგ, რათა დაებრუნებინა რუსეთზე დაკარგული ტერიტორიები. რაც თავარია, ყირიმამდე მიმავალი სახმელეთო დერეფანი გადაეჭრა. თუმცა, მიუხედავად უკრაინის ყველა მცდელობისა და გარკვეულ რეგიონებში ზომიერი წარმატებების მიუხედავად, ეს უმნიშვნელოვანესი მიზანი მიღწეული არ იქნა. უკრაინულ ძალებს უბრალოდ არ შეეძლოთ გამკლავებოდნენ რუსეთის უზარმაზარ ცოცხალ ძალასა ტექნიკის უპირატესობას. კრემლის ძალებმა იცოდნენ, რომ მათი მტერი საფასუხო დარტყმისთვის ემზადებოდა. ამიტომაც შექმნეს ღრმა და მჭიდრო თავდაცვითი ხაზები, რომლებიც მათ დაეხმარებოდა ოკუპირებულ რეგიონებზე კონტროლის შენარჩუნებაში. ბაში, მათ დანაღმული ველები გააწვეს. მათ ამოთხარეს ანტიტექნიკური თხრილები და მათ განალაგეს საარტილერიო გათვლები საკვანძო ადგილებში, რაც მათ საშუალებას აძლევდა შეეჩერებინათ უკრაინის მრავალი მექანიზებული შეტევა მანამდე, სანამ ისინი შეძლებდნენ დიდი რაოდენობით დაკარგული მიწის დაბრუნებას. უფრო მცირე არმიის გამო, უკრაინას ასევე მოუწია თავისი ძალების სხვადასხვა მიმართულებებზე გაყოფა, რაც შეიძლება ითქვას, რუსეთს გაუადვილა შეტევის განეიტრალება. იმ დროისთვის, როცა ყველაფერი დამშვიდდა, უკრაინამ შეძლო 6 თვის განმავლობაში რამდენიმე სოფლისა და დასახლების დაბრუნება, მაგრამ ამ პროცესში მან ბევრი ჯარისკაცი და ტექნიკა დაკარგა. მან წარე გამოცდილებით ისწავლა, რომ პირდაპირ ფრონტალური შეტევა სახმელეთო დერეფანში არ იმუშავებდა. რუსული თავდაცვა უბრალოდ ძალიან ღრმა და მჭიდრო იყო, რომ მასში შეღწევა შესაძლებელი ყოფილიყო. მაგრამ სწორედ აქ იჩენს თავს უკრაინის ტაქტიკური ადაპტაციის უნარი. მისმა მეთაურებმა გააცნობიერეს, რომ შესაძლოა ამ თავდაცვებს ვერ გაარღვევდნენ, მაგრამ მათ შეეძლოთ გადაელახათ ისინი. მათ უბრალოდ სწორი ინსტრუმენტები სჭირდებოდათ ამ საქმისთვის. დრო დასჭირდა, მაგრამ ქვეყნის თავდაცვის სექტორმა გამოწვევას უპასუხა. შექმნა უფრო დიდი, უკეთესი და ჭკვიანი დრონები. ასევე შორი მანძილის რაკეტები, რაც ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად ყირიმში უფრო მეტ სამიზნეს მისაწვდომს ხდიდა. უკრაინა აგრძელებდა რუსეთის ობიექტების განადგურებას რეგიონში, როგორიცაა რადარები და საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა როცა საბოლოოდ დადგებოდა უფრო ინტენსიური საჰაერო შეტევის დრო, რუსეთს გაუჭირდებოდა თავის დაცვა. 2026 წლისთვის ყველაფერი მზად იყო და ნიადაგი შემზადებული იყო. რუსეთის წინსვლა იმდენად შენელდა, რომ ლოკოკინას სვლას დაემსგავსა. უკრაინის ძალები წარმატებით იცავდნენ პოზიციებს ყველაზე მნიშვნელოვან ადგილებში და კიევს ბოლოს და ბოლოს ჰქონდა ის რესურსები, რაც სჭირდებოდა. ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრის მიხაილო ფედოროვის სიტყვებით, ყირიმი კუნძულად ექცია. მაგრამ სანამ გადავიდოდეთ იმაზე, რაც შემდეგ მოხდა, აი რატომ ვაკეთებ სამხედრო შოუს? რომ ავხსნათ, როგორ მოდროობს ძალა სინამდვილეში. თუ აქ პირველად ხართ, გამოიწერეთ, რომ შემდეგი ვიდეო არ გამოგრჩეთ. 2026 წლის მაისში კიევმა თავისი ნაბიჯი გადადგა. საშუალო მანძილის დრონებით სწრაფი იერიშების სერია დაიწყო, რომლის სამიზნე გახდა გზები, სარკინიგზო ტრანსპორტი, ხიდები, ბორანები და საჰაერო თავდაცვა. როგორც თავად ყირიმში, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთთან სახმელეთო დერეფანს ქმნია. ამის შედეგად მან გაწყვიტა მომარაგების ხაზები, რომლებიც ამ რეგიონს ასე დიდი ხნის განმავლობაში ამარაგებდა. მისმა წინა თავდაცვებმა კერჩის ხიდზე უკვე გახადა ეს სტრუქტურა სარისკო ვარიანტად რუსეთის სამხედროებისთვის გამოსაყენებლად. მაგრამ კრემლი მაინც ახერხებდა ჯარისკაცების საწვავის კვების გადაყვანას და სხვა რესურსების შეტანას ნახევარკუნძულზე ბორანებისა და გზების საშუალებით. ამ თავდასხმებმა ყველა ეს გზა გაუქმებულად და უსარგებლოდ აქცია. რკინიგზის ბორანები, რომლებიც კერჩის სრუტეს კვეთდნენ, ერთი მეორის შემდეგ გამოუყენებელი გახდა. გზები, რომლებიც ადრე შედარებით უსაფრთხო იყო სამხედრო კოლონებისთვის, მოულოდნელად კიევის დრონების კონტროლქვეშ მოექცა. ავარსად იყო უსაფრთხო. არც ერთი მარშრუტი აღარ იყო გამოსადეგი. ხაზები გაწყვეტილი იყო და შედეგები მალევე იგრძნობოდა მთელ ყირიმში. უკრაინის კამპანიის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ცნობები გაჩნდა, რომ ნახევარკუნძულზე
კუნძულზე პანიკა ვრცელდებოდა, რადგან საწვავისა და ენერგიის მიწოდება იწურებოდა. შემდეგ უკრაინამ კიდევ უფრო გაამკაცრა მოქმედებები. მთელი ივნისის განმავლობაში უკრაინამ გააძლიერა თავდასხმები და გააფართოვა სამიზნეები, რათა დამატებითი ობიექტებიც მოეცვა. როგორიცაა ელექტროქვესადგურები, საწვავის საცავები, ლოგისტიკური ცენტრები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა. დაწკავლენას ახდენს არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო ყოფნაზე ნახევარკუნძულზე, არამედ ასევე ბევრ ტურისტზე, დამსვენებელზე და რეგიონში სახლების მფლობელებზეც. მაისი უკრაინამ ყირიმში 22 დადასტურებული დარტყმა განახორციელა. მხოლოდ ივნისის ბოლო კვირებიდან ერთ-ერთში სულ თავდასხმების რაოდენობა იყო 55 და ეს იყო ზოგიერთი ყველაზე დიდი და დამანგრეველი თავდასხმა, რაც კი რეგიონს ოდესმე უნახავს. რადგან უკრაინა მხოლოდ დრონებზე არ იყო დამოკიდებული, არამედ მან საკუთარი წარმოების ფლამინგოს ტიპის საკრუიზო რაკეტებიც გამოიყენა, რომლებიც სახმელეთო დერეფანში მოქმედ კოლონებსა და რუსულ სამხედრო საზღვაო პორტებს ესროლა, როგორც შავ ზღვაზე, ასევე აზოვის ზღვაზე. შედეგად, ის რაც პანიკის მდგომარეობით დაიწყო, რეგიონულ საგანგებო მდგომარეობად გადაიქცა. მართლა 26 ივნისს ადგილობრივმა კრემლის მიერ დანიშნულმა ყირიმის ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა განუსაზღვრელი ვადით საგანგებო მდგომარეობა მთელ რეგიონში. მათ აღარ დარჩათ სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ დროებით დაეხურათ კეშჩის ხიდი და ასევე გაუქმდა მრავალი მატარებელი რუსეთის ქალაქების მიმართულებით დრონებისა და რაკეტების თავდასხმების საფრთხის გამო. ეს უკიდურესად ცუდი ამბავია ათასობით რუსი ადამიანისთვის, რომლებიც აქტიურად ცდილობენ რეგიონიდან გაქცევას. მართლა 26 ივნისს დამოუკიდებელმა რუსულმა ტელეგრამ არხმა ასტრამ გაავრცელა სურათები და ცნობები გასაოცარი 15 კილომეტრიანი 9.3 მილიონი საცობის შესახებ, რომელიც კერჩის სრუტის ხიდისკენ წარმოიქმნა. როდესაც უამრავმა ადგილობრივმა გადაწყვეტა ნახევარკუნძულის დატოვება, ტურიზმის სექტორით სერიოზულად დაზარალდა. ყირიმი ისტორიულად პოპულარული დასასვენებელი ადგილი იყო რუსებისთვის. ბევრი შორიდანაც კი ჩამოდიოდა რეგიონის ლამაზი პლაჟებითა და სანაპირო ქალაქებით დასათქმობად, დიდრული ზღვისპირა კურორტებითა და სასიამოვნო ზაფხულის ამინდით. თუმცა 2026 წლის ზაფხული ნამდვილად ვერ ვიხილავთ ჩვეულებრივ ბრბოებს, რომლებიც ამ მხარეს მიაწყდებიან. რუსი ტუროპერატორების, სასტუმროებისა და საოჯახო სასტუმროების მფლობელების ანგარიშები ყველა ერთსა და იმავე ტენდენციას აჩვენებს. ჯავშნები შემცირებულია და გაუქმებების რაოდენობა უკიდურესად მაღალი. მართლა, ერთმა ტურისტულმა სააგენტომ განაცხადა, რომ ივნისისთვის გაუქმებების მაჩვენებელი 80%-ს, ხოლო ივლისსა და აგვისტოსთვის 50%-ს აღწევს. პოპულარული სასტუმროები, რომლებიც ჩვეულებრივ ხალხმრავლობით გამოირჩევიან, რეკორდულად დაბალი დატვირთულობის მაჩვენებლებს განიცდიან. მოკლედ რო ვთქვათ, რუსი ხალხი საკმაოდ ნათლად აცნობიერებს, რომ ყირიმი არც სასიამოვნო და არც უსაფრთხო ადგილი არ არის. ისინი, ვინც გეგმავენ იქ წასვლას, ეძებენ ალტერნატიულ ვარიანტებს. ხოლო ისინი, ვინც უკვე იქ არიან, ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე გამოვიდნენ. ზოგმა ეს საკუთარი სურვილით გააკეთა, მას შემდეგ რაც დაინახა, რამდენად ბძიმდებოდა სიტუაცია. სხვები კი ამ დროს მოусმინეს ოფიციალური პირების, მაგალითად ფიოდოროვის გაფრთხილებებს, რომლებმაც რუსები ძალიან მოულოდნელი შედეგების შესახებ გააფრთხილეს და მკაფიოდ განაცხადეს, რომ ჯოჯოხეთი იწყება ყირიმში. რეფათ ჩუბუროვი, ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე, ყირიმელი თათრების უმაღლესი არმასრულებელი წარმომადგენლობითი ორგანო, ასევე მოუწოდა ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს დაატოვონ ტერიტორია, სანამ შეუძლიათ. ვიდეო მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ჩუბუროვმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდასხმები ნახევარკუნძულზე ამიერიდან კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. მინდა ცალკე მივმართო ყირიმის ამჟამინდელი მოსახლეობის კიდევ ერთ ნაწილს. ან მათ, ვინც ნახევარკუნძულზე 2014 წლის 27 თებერვლის შემდეგ დასახლდა. თქვენი ყოფნა ოკუპირებულ ყირიმში ყალბი რუსული საკუთრების დოკუმენტებით უკანონოა, როგორც უკრაინის ეროვნულ, ისე საერთაშორისო კანონმდებლობით. ეხლა, როგორც თავად ხედავთ, ყირიმი საბოლოოდ გახდა ფრონტისპირა ზონა და მისი გათავისუფლება რუსული საოკუპაციო ძალებისგან გარდაუვალია. ჩუბუროვმა დაამატა, რომ ვისაც გარდაუვალი სასჯელის თავიდან არიდება უნდა, ეხლა უნდა წავიდეს, თორემ შედეგებს მოიმკის. ყოველი დღე, როცა ქერჩის ხიდი ფუნქციონირებს, თქვენი შანსია უსაფრთხოდ და ნებაყოფლობით დატოვოთ ყირიმი. მალე ესეთი შესაძლებლობა აღარ იქნება. არ დაელოდოთ, სანამ კერჩის ხიდი დაინგრევა და სახმელეთო კორიდორი საბოლოოდ არ გადაიჭრება. რუსი ოფიციალური პირები ამ დროს ვეღარ მალავენ კრიზისის მასშტაბებს. გასაოცარი და უპრეცედენტო ნაბიჯით რეგიონის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდოს საწვავის გაკეთვა სამხედრო მანქანებისთვის, გადაუდებელი დახმალების სამსახურებისთვის და სახელმწიფო სააგენტოებისთვის ბილვად. ეს იყო მხოლოდ ბოლო განვითარება საწვავის კრიზისში, რომელმაც რეგიონი რამდენიმე თვეამოია მოიცვა. ამ კრიზისის დასაწყისში ყირიმის ავტომფლობელებს ხშირად უწევდათ კერჩის ხიდზე გადასვლა, რათა კრასნოდარის მხარეში ავზები ბენზინით აევსოთ. ზოგიერთები კი საწვავის კანისტრებს ავსებდნენ და სახლში ორჯერ ან სამჯერ უფრო დვირად ყიდნენ.
ეს სტრატეგია ეხლა აღარ მუშაობს. იმიტომ რომ მას შემდეგ რაც უკრაინამ 28 ივნისს კრასნოდარის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა, სამხრეთ რუსეთი კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლო საკუთარ საწვავის კრიზისში. როდესაც ბენზინი დეფიციტშია, ადგილობრივმა საწვავის სადგურებმა დაიწყეს მომსახურებაზე უარის თქმა ყველა იმ მანქანისთვის, რომელსაც ყირიმის სანომრე ნიშნები აქვს. ამან აღნიშნულ სადგურებზე კამათი და ჩხუბიც კი გამოიწვია. რეგიონალური ხელისუფლება იძულებული გახდა გამოეძახებინა შეიარაღებული პოლიცია, რათა სასოწარკვეთილ მცდელობაში შეენარჩუნებინა სიმშვიდე. ამის შედეგად ბევრი ადამიანი კვლავ ყირიმშია გაჭედილი. მათ არ შეუძლიათ მიიღონ საწვავი, რომელიც წასასვლელად სჭირდებათ და მათი ცხოვრება დღითი დღე უფრო მძიმე ხდება. რეგიონში ელექტროენერგიის პერიოდული გათიშვები ივნისის თავდასხმების შემდეგ დაიწყო. უამრავი სახლი და ბიზნესი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. წყლისა და საკვების დეფიციტიც უფრო მძაფრდება, რადგან ეგრეთ წოდებული რუსული რივიერა საბოლოოდ კარგავს თავის მომხიბვლელობას. დამსვენებელთა სამოთხიდან ომით განადგურებულ საბრძოლო ზონად იქცევა. საჰაერო განგაში სირენები რეგულარულად ისმის, რასაც მოხვება უკვე კარგად ნაცნობი აფეთქებების ხმები, სანამ ცა, ცეცხლითა და კვამლით აივსება. ბევრი ყირიმელი სოციალურ ქსელებში აქტიურობს. იზიარებენ პოსტებსა და ვიდეოებს, სადაც თავიანთ შეშფოთებას აღწერენ. ზოგიერთი კი თავად პუტინს მოუწოდებს, რომ სიტუაცია თავად გააკონტროლოს. მაგალითად, ერთმა ახალგაზრდა ქალმა 5 ივლისს გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა: მე ვესაუბრები მოსკოვს და პუტინს ყირიმის ხალხის სახელით. თქვენ დაგვიდით უსაფრთხოებას და ნორმალურ ცხოვრებას, მაგრამ რეალურად ცარიელი ბენზინგასამართი სადგურებია, შიში, საგუშაგოები, გრძელი რიგები და სრული გაურკვევლობა. ტელევიზორში ამბობენ, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშა, მაგრამ თუ ყირიმი გადარჩენის რეჟიმშია, მაშინ საქმეები უკვე აღარ არის კონტროლის ქვეშ. რატომ მიგვატოვეთ? ამ განწყობებს მთელი რეგიონის მოსახლეობა იზიარებს, მაგრამ მოსკოვი ამ მოწოდებას კურსს არ უგდებს. გზები აღარ დარჩათ და ვერ ეყრდნობიან კერჩის ხიდს, კრემლი ცდილობს, რომ მარაგები ზრუით მიაწოდოს ყირიმს. მისი ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების დახმარებით. ესეც წარუმატებლად დასრულდა. ივლისის 6-ის ღამეს 8 პატარა ტანკერი, თითოეული 7000 ტონა ბენზინით დატვირთული აზოვის ზღვაში ყირიმისკენ მიემართებოდნენ, როდესაც უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს და გაანადგურეს. კიევის მკაფიო გზავნილია, რომ ნახევარკუნძულზე მისასვლელი არც ერთი გზა უსაფრთხო არ არის. ყველა მათგანი კონტროლდება. დრონები და რაკეტები მზადყოფნაშია. მზად არიან ესროლონ ნებისმიერ შესაფერის სამიზნეს, რომელიც გაბედავს ამ გზაზე გასვლას. ამ ოპერაციის პირველივე დღიდან უკრაინის მისია ნათელია. როგორც CNN-ის ჟურნალისტი ნიკ პატონ უოლში ამბობს, ქვეყანა აპირებს, რომ ყირიმში ცხოვრება რთული გახადოს. ადგილი, სადაც არ იქნება ტურიზმი, გაზი, ელექტროენერგია, ხელმისაწვდომი საკვები და მისკენ სახმელეთო დერეფანი. შედეგად, ისედაც რთული საცხოვრებელი ადგილი კრემლისთვის, მისი შენარჩუნება სულ უფრო ნაკლებად ამართლებს იმ ფასს, რაც უჯდება. ის აგზელებს და აღნიშნავს, რომ უკრაინა აპირებს ყირიმი პუტინის გვირგვინის მარგალიტიდან უკრაინის ბერკეტად აქციოს. შესაძლოა მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ან თუნდაც პუტინისთვის მტკივნეულ ეკლად აქციოს, როცა ის ცდილობს გაუმკლავდეს ომთან დაკავშირებით მზარდ უკმაყოფილებას. ჯერჯერობით ყველა ამ მიმართულებით წარმატებას აღწევს. როცა პუტინმა 2014 წელს ყირიმი დაიკავა, ეგონა რომ შეუფასებელი მიწის ნაკვეთი ჩაიგდო ხელში. ოქროსფერი ბცვინვალე საგანძური, რომელიც თავის ხალხს შეეძლო ეჩვენებინა, შვენიერი ნახევარკუნძული, რომელიც მაღალი დონის კურორტებითაა მოფენილი და სადაც რუსები სიამონებით აისვენებდნენ და მას 10 წლეულების განმავლობაში შემოსავალს მოუტანდა. 2026 წელს ის საგანძური ჯოჯოხეთად იქცა. პანიკის, შიშისა და ქაოსის ადგილი და პუტინის კატასტროფული დაცემის სრულყოფილი სიმბოლო. ეხლა შეგიძლიათ მეტი გაიგოთ საწვავის კრიზისზე, რომელიც გავლენას ახდენს ყირიმსა და რუსეთზე ამ ვიდეოში, რომელიც იკლავს თუ როგორ განიცდის ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონი დეფიციტს, რაც საზოგადოებაში მზარდ უკმაყოფილებას იწვევს. ან ნახეთ ეს ვიდეო კრემლის ეკონომიკური პრობლემების დეტალური ანალიზისთვის. და ბოლოს არ დაგავიწყდეთ ახის გამოწერა, რომ მიიღოთ მეტი სასტრაფო სამხედრო სიახლე და საინტერესო ანალიზი. ზუსტად ასეთი.